შენ არ გჭირდება გრანდიოზული სტარტი. შენ გჭირდება პატარა ნაბიჯებით მოძრაობა წინ. მე მესმის, რომ ხანდახან შეიძლება განსაკუთრებით ცუდად გრძნობდე თავს და არ იცი რა არის ის, რაც უკეთ გაგხდის. ან ენერგია არ გყოფნის დიდი ცვლილებებისთვის და გონებაშიც ქაოსია. აი ამ მომენტში შეგიძლია მიმართო განვითარებისთვის ერთ-ერთ ძალიან ძლიერ გზას. მინიმალურ ცვლილებებს, რომლებსაც შენგან განსაზღვრული დროით სისტემატიურად გააკეთებ. მაგალითად, დატოვო ტელეფონი საძინებლიდან გარეთ დაძინებამდე. გაისაირნო 5 წუთით ყოველდღე ფეხით. ყოველთვის, როცა ადგები, საწოლი გაასწორო. გამიზნულად 1 ლიტრ წყალს თუ არა, 1 ჭიქას მაინც დალევ დღეში. ან 2 კოვზი შაქრის ნაცვლად 1 ჩაიყრი და ასე შემდეგ. ეს ცვლილებები პატარაა, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა მათ აკეთებ, შენში ძლიერდება ერთი საოცარი ფრაზა. ეს არის, რომ მე შემიძლია. როცა მინიმალურ ცვლილებებს ანხორციელებ სისტემატიურად, ნელ-ნელა უფრო და უფრო ვითარდება შენი ნებისყოფა. შვიდად მიიწევ წინ და აი ამ პატარა ნაბიჯების ერთობლიობით ხდება დიდი ცვლილებები.